გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობს წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი ევგენი ალბერტი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა კომპიუტერული ხელოვნება, სტუმარი კი ალექსანდრე გურგენიძე. ალექსანდრე, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობისა კატო. თუმცა ციფრული ხელოვნება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში შენთვის უფრო ვიწრო სფეროში უნდა გადავინაცვლოთ, რომელიც არის კომპიუტერული გრაფიკა. ხო, ციფრული გრაფიკა. ალბათ უფრო ეს ჯობია დავარქვათ, იმიტომ რომ თვითონ ციფრული ხელოვნება შეიძლება რაც ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდეს და რაღაც სხვადასხვანაირად დაარწდა. კონკრეტულად იმას, რასაც მე ვაკეთებ, უფრო ალბათ ციფრული გრაფიკა შეიძლება დავარქვათ. იმიტომ რომ ხელოვნება მოიცავს შენიზნებართვით მე ჩამოვწვი, იმიტომ რომ დღეს როცა ვემზადებოდი, მე თვითონაც სახტად დავჭი არ მოველოდი ესეთი მრავალმხრივი თუ იყო ეს ახალი მხატვრული ენა, რომელზეც ავიენები ამბობენ, რომ მაინც და მაინც არ არის მხატვრული ენა და ეს გადაცემის მსვლელობისას გავარკვიეთ როგორაა მისი საქმე. თვითონ კომპიუტერული ხელოვნება მოიცავს ისეთ სახელოვნებო ფორმებს, როგორიც არის არტ-გეიმი, კომპიუტერული არტ-სცენა, კომპიუტერული მუსიკა, კიბერ-არტი, დიჯიტალ ილუსტრაცია, დიჯიტალ მხატვრობა, დიჯიტალ ფოტოგრაფია, ასევე დიჯიტალ პოეზია, დინამიკური ფერწერა, ელექტრონული მუსიკა, ევოლუციური არტი, ფრაქტალ არტი, რომელშიც შენ მუშაობ. ფრაქტალ არტში მე არ მუშაობ, კაცრად. მე რაღაცას მიამბობდი ამ ფრაქტალ არტზე. არ მომწონს მეთქი ფრაქტალ არტი, პირიქით. იმიტომ რომ ძალიან კიჩის მაგვარი გამომხატველობა აქვს, ძალიან ზედმეტი ფერები და ძალიან ცუდი ასახმელი არის თვალისათვის. არ შეიძლება სხვას მოსწონს, ეს პირადი ჩემი აზრია. კომპიუტერია და გუნებაო, ხო? და არსებობს ასევე, კომპიუტერული ხელოვნების მიმდინარეობებია გენერაციული არტი, გენერაციული მუსიკა, ვირტუალური რეალობა, ინტერაქტიული არტი, გრაფიკული მოძრაობა, მუსიკის ვიზუალიზაცია, ფოტომანიპულაცია და ამაში დანამდვილებით მუშაობ შენ. ასევე პიქსელ არტი, პროგრამული არტი, სისტემური არტი, ტექსტურა და ვია არტი და ალბათ კიდევ უსასრულო ჩამონათვალი. ალბათ ბევრი რაღაც აკლია კიდევ, მაგრამ ისედაც მე მგონი საკმარისად არის ჩამოთვლილი უკვე. მაგრამ მე რასაც ვაკეთებ არის უბრალოდ ციფრული გრაფიკა, რომელიც ასევე შეიძლება სხვადასხვა მიმართულებებად დააყო ციფრული გრაფიკა. ჟანრობრივად ალბათ მინიმალიზმი შეიძლება იყოს ისი ახსენები უკვე ფრაქტალ არტი, პიქსელ არტი, ფოტომანიპულაცია და ასე შემდეგ. ფოტომანიპულაციაში ძალიან ცოტა მაქვს გაკეთებული რაღაც ნამუშევრები, 1-2 თუ 3 წელი მაქვს უმეტი არა. ხო, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია და ეს შენ ნამუშევარი დევს ერთ-ერთ ძალიან ხო, ეს ცოტა უტრირებული ნამუშევარი არის, ფობიაზე არის ალბათ საუბარი. ხო, ეს არის რაღაც ზედმეტად უტრირებული ნამუშევარი, ალბათ იმისათვის, რომ ძაფრი გზნობები გამოეწვია მხოლოდ და მხოლოდ მაგითო. თვითონ ძალიან საინტერესო როგორც ხდება ეს ამ შემთხვევაში ფოტოს შექმნა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყველაფერს არ იღებ შენ. უბრალოდ იღებს სულ სხვადასხვა მასალებს. მანიპულაციაზე ვსაუბრობ თამაში, ხო? ფოტოს მე არ ვიღებ ამ შემთხვევაში, არსებობს ესეთი სპეციალური საიტებიც არის და სხვაგანაც მოიძებნება ეს რესურსები, ეგრეთ წოდებული stock image-ები, ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორი შესატყვისობა შეიძლება ითარგმნოს რა გამოვა, მაგრამ stock image-ი არის ესეთი გამოსახულება, რომელიც სპეციალურად კეთდება, ფოტო არის, რომელიც შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს, იქიდან ამოჭრას რაღაცა ელემენტი და ამ ფოტომანიპულაციაში ჩასვას და გამოიყენოს. მაგალითად, იმ ნამუშევარზე, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, იქ არის 4 ელემენტი სულ. შეიძლება იყოს 100 და უსასრულოდ გამოყენებული. გააჩნია ვის როგორი ფანტაზია აქვს და ისი მიღწევა უნდა ამ ნამუშევრით. თვითონ კომპიუტერული ხელოვნების შესახებ ამბობენ, რომ თითქოს რადგან მისი გამეორება შეიძლება, ამიტომ იკარგება უნიკალურობა და გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან თითქოს და რომ მხატვარს ამ შემთხვევაში სხვადასხვა ტექნოლოგიები ეხმარებიან და არა მხოლოდ ფუნჯი, ეს უკვე ხელოვნება არ არის. არა მგონი, ეხლა ესეთი ძალიან კაცრი შეფასება მიზანშეწონილი იყოს ამ შემთხვევაში, მაგრამ მართალია ხო, რაღაც ორგანული ისეთი რესურსები არ გამოიყენება, როგორც არის საღებავები, რაღაც ფუნჯი და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფანტაზიის უნარი მაინც უნდა გააჩნდეს ადამიანს, ხო, რაღაც რო გააკეთოს ამ დარგში და მე მგონი ფანტაზიის გარეშე არაფერი არ გამოვა, არც ციფრული და არც არაციფრული და არც ჩვეულებრივი. გარდა ამისა, მე ამ თემაზე ადრეც გქონია საუბარი სხვა ადამიანებთან
გნებავთ პირადული, გნებავთ საეთერო და მათ ყოველთვის ვთქვამთ, რომ ხელოვნება ვითარდება და თუ კი გუშინ მხოლოდ ფუნჯი არსებობდა და ფუნჯი შეიძლებოდა ხატვა, რატომ უნდა ვთქვა თუ არის იმაზე, რასაც თავაზობს ახალი ტექნოლოგია. ყოველთვის შეიძლება რაღაცა სიახლის გამოყენება და არ უნდა მივანიჭოთ ამას რაღაცა განსაკუთრებული ესეთი გამსაფრებული მნიშვნელობა, რომ არ იქ ჩაკლავს რაღაცა სხვა დარგებს, სხვა მიმართულებებს. ამიტომ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი სახე, რომელიც შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, აღიქვავდეს ხელოვნებას, ან არ აღიქვავდეს ხელოვნებად. პირადად მე რასაც ვაკეთებ, მაგასაც ციფრულ გრაფიკას, მე მაგასაც საერთოდ არ ვთვლი ამას რაღაც ხელოვნების განსაკუთრებულ ნიმუშად. ეს არის უფრო გამოყენებითი, ესეთი ყოფითი ხელოვნება, ესე უწოდოთ. შეიძლება ცუდად აი თვითონ სიტყვაც არ მომწონს ხელოვნება ამაზე ხომ არა, იმიტომ რომ ბექგრაუნდები და ეგრეთ წოდებული იკონკები არ მგონია რომ რაღაც ხელოვნების დარგს მიეკუთვნებოდეს. თუმცა ეს თქვენი ყოფითი ხელოვნება, როგორც თქვენ მას უწოდებთ, იაპონიაში ერთ-ერთმა ჟურნალმა გამოსცა. ხო, გამოიცა ესეთ სიდნე მაგაზინზე, ციფრულ ჟურნალში გამოიცა, მაგრამ ისიც არის სპეციფიური მიმდინარეობის ჟურნალი არის, რომელიც აი ამ დარგზე მუშაობდა, ამ განხრით მუშაობდა და გამოიცა რაღაც 2 თუ 3 ნამუშევარი. კეთილი ბატონ ალექსანდრეს ვერ დააცდევინებთ იმას, რომ ასე დააცდენინებთ იმას, რომ მისი ნამუშევარი ასევე wallpaper-ად გამოიყენა გერმანულმა ოპერატიულმა სისტემამ და გარდა ამისა 2008 წელს Creative Nomination-ში პირველი პრიზი მიიღო DeviantArt-ის. DeviantArt არის ერთ-ერთი უდიდესი საიტი, მოგეხსენებათ, მე-4-ია თავისი სიდიდით. სიდიდით კი, სოფლიოში სიდიდით არის მე-4 ადგილზე, ყავს 14 მილიონი მომხმარებელი წლიურად. რეგისტრირებული და კიდე რამდენი არის არარეგისტრირებული, ეს უკვე არც ვიცით. ეს თან ფრედ სპეციფიური საიტი, ალბათ ამის საიტი არის ძირითადად არტი უკვე გამოიყენება სათაურშივე საიტის, ძირითადად არის განხრა სხვადასხვა ტიპის ხელოვნების, თუმცა შედის იქ ისეთი რაღაც მიმართულებები, როგორც არის დავუშვათ მანგა, იგივე რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს. ყველანაირი ტიპის და ყველანაირი სახმართულებას იპოვით ამ საიტზე რაც გნებავთ. დაწყებული ფოტოხელოვნებიდან დამთავრებული რაღაც customization, აი ზუსტად ის რასაც მე ვაკეთებ და კომპიუტერის ინტერფეისზე მუშაობა ქვია. ერთად ყველა ტიპის და ყველა სახის არტი არის განთავსებული ამ საიტზე და არის სპეციალურად ამისთვის გაკეთებული. ერთი კიდე რამ შემიძლია დავამატო ამ საიტზე, რაც ამ საიტს ინოვაციები ქონდა გაკეთებული, იგივე მესეჯების სისტემა ღია გვერდებზე, Facebook-ში ის მე შემდეგ გაიღეს უკვე და შემდეგ გავწოდო Facebook-ს. კეთილი, თვითონ საინტერესო არის ის, როცა თქვენ რამ გადაგაწყვეტინეთ ამაზე მუშაობა, ეს არის აბსოლუტურად ამაში ანაზღაურება არ არსებობს, რაზეც თქვენ მუშაობთ, ეს არის წმინდა ესეთი. ხო, არა, ეს არის ჰობი უბრალოდ, ჩემი ახლა სპეციალობა ეს არ არის ჩემი, რა თქმა უნდა, ეს არის გატაცება უბრალოდ. და დაიწყო ყველაფერი რაღაც ძალიან ბანალურად. ერთხელაც ჩავთი ჩემი კომპიუტერი და ძალიან არ მომეწონა ის, რასაც უყურებდი ამსახურებას და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის ყველაფერს შეცვლა. თუ რაღაცა უფრო fresh შეომეტანა აი შესახედაობაში ინტერფეისში კომპიუტერის. შემდეგ დავიწყე უკვე რესურსების ძიება, ინტერნეტის მეშვეობით, თან მაშინ dial-up სისტემა არსებობდა კიდე ეს იმდროინდელი ამბავი. წარმოგიდგენთ, რამდენი ხანი დამჭირდა ამ მოძებნა ამ რესურსების ყველაფრის. ბოლომდე მივაგინე რაღაც საიტებს, სადაც ამით იყვნენ დაკავებულები. შემდეგ უკვე დავიწყე მეც და იმისი გამოვიდოდა რამე თუ არა. დავიწყე ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდების და იკონკების ქართულად არის ხატულები, რაღაც საშინელი ჟღერადობა ქართულად ამ სიტყვას იკონკებს. მაგრამ ხატულა ქვია ესე ქართულად. რატომაც ესე არის ნათარგმნი. ამერების კეთება. თეთრ მაშინ რამდენად განვითარდა, მithep რომ რადგანაც თქვენ ძალიან შორეული წარსულიდან იწყებს ამბობენ ისე რომ უნდა დავყოთ პერიოდი ინტერნეტამდე და ინტერნეტს აქეთ წელთა რიცხვა და ინტერნეტს აქეთ რადგან იწყება ეს თქვენი დაინტერესება ამ საქმით, რამდენად შეიცვალა მაშინ როგორი იყო და ახლა როგორია თვითონ ეს თვითონ wallpaper-ების დამზადება, გნებავთ სკინების დამზადება. სკინები ცალკე თემა არის, აბსოლუტურად სკინები და თემები. ნუ ალბათ სპეციალისტებს გასაგები რომ
იყოს უფრო შეგვიძლია ავხსნათ სკინები, რაც ნიშნავს და თემები. ნუ სკინი არის რაღაც ინტერფეისის რაღაცა გარკვეული ნაწილი, შეგვიძლია შეცვალო და მისე რაღაც სხვა ვიზუალური გამოსახულება. დაუშვათ იგივე კომპიუტერის პლეიერს. თემა უფრო ფართო მასშტაბის არის, კლიენტი შეიძლება მთელი კომპიუტერის დიზაინი შეცვალო. ზედმეტი ძალიან ადვილი არის ამის გაკეთება დაუშვათ Linux სისტემებში. Windows-ში უფრო იცვლება პროგრამულ დონეზე და არა სისტემურ დონეზე. Linux-ი იმით განსხვავდება Windows-ისგან, რომ იქ შეიძლება სისტემურ დონეზე მთლიანად შეცვალო მთელი თემის და სკინის. ნუ სკინი ამ მიმდინარეობაში სკინერებს ეძახიან იმათ, ვინც ამით არის დაკავებული და სკინებს ეგრეთ წოდებულს აკეთებს. საქართველოს შორის არ ვიცი, ალბათ არიან, უბრალოდ არ ვიცნობ და არ შემხედრია. და ამ საიტზე სადაც მე ვიყავი, შორის 2 წელიწადი გალერეის მოდერატორი, სწორედ ამ სკინერების და თემების გალერეაში ვიყავი. ანუ ეს თვითონ ალბათ ძალიან დასანანია, რომ მთელი მსოფლიო მუშაობს ამაზე და ჩვენ მაინც არ ვართ ჩართულები. მე რა რომ ეს უფასოა და მე რა რომ უფასოდ მხოლოდ ჩიტები თუ ჯიკჯიკებენ. არა, ყოველთვის არ არის უფასო. შორის ვისაც რაღაც აქვს ისეთი ინტერესი, რომ ამას ბოლომდე მიყვეს ისე, რომ პროფესიონალ დონეზე აიყვანოს, შეიძლება საკმაოდ დიდი ანაზღაურებაც მიიღოს ამით, მაგრამ როდესაც სხვა ვიღაცა იზიარებს თავის ნამუშევარს უფასოდ, შეძლებს რომ იგივე გააკეთო და ამიტომ ამ საიტზეც ესეთი ის იყო. თავისუფალი გაზიარება ერთმანეთსადმი უფასოდ აყოლებს. კეთილი, ჩვენ ახლა რადიო იმედის ეთერის საინფორმაციო გამოშვებას უნდა დავუთმოთ და შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს ალექსანდრე გურგენიძესთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარი ალექსანდრე გურგენიძე და ჩვენ საუბრობთ იმაზე თუ რა არის ციფრული ხელოვნება, თუმცა ამჯერად უფრო ვიწროდ საუბრობთ მის შესახებ და მთელ მის მიმდინარეობებს ცხადია ფერმოვიცავთ და მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკით ვიფარგლებით, რომელიც როგორც მივხვდი, მაინც სასურველი რომ ჩვენ ქართველები უფრო მეც მუშაობდით ამ სფეროში. საზნელი სათქმელი არის. ქართველები მუშაობენ ძალიან ბევრს ციფრულ გრაფიკაში, მაგრამ აკეთებენ ძირითადში მე რაც მაქვს ნანახი ბანერებს, ვიზიტკებს, აი სხვადასხვა სარეკლამო სფეროში გავრცელებულ რაღაც ისეთი იმეებზე. და ეს რაც შედარებით ისეთი არის კომპიუტერის ინტერფეისს ეხება, ეს იშვიათად მინახია პირადად მე. შეიძლება აკეთებენ, არ ვიცი, მე არ შეხვედრია. აი თქვენ თავით ადისწავლეთ ეს ყველაფერი, მაშინ როცა დაილაფი არსებობდა ჯერ კიდე და ყველაზე კარგ მასწავლებელთან Google-თან. რადგან Google-ში შეიძლება ყველაფრის მოძებნა, ისი სურვილიც გააქვს, დაგაჩნია რომ ისწავლო, ყველაფრის მოძიება შეიძლება და ყველაზე კარგი მასწავლებელია, იმიტომ რომ როდესაც ერთხელ შეგეშლება, მეორე წაიკითხავ, უფრო ადვილად გამახსოვრდება თან რა არ დაუშვი შემდეგი შესწავლა. და ერთ-ერთ სტატიას, რომელსაც სწორედ კომპიუტერულ ხელოვნებას ეძღვნებოდა, წამზღარებული ქონდა Playboy-ის ფილოსოფიიდან, რომ ექსპერიმენტების ჩატარება ნორმალურია. ექსპერიმენტების ჩატარება ნორმალურია და მე მგონი არა მარტო ხოლმე მუშაობს ალბათ ყველაფერში, ხო? ნუ ექსპერიმენტებს თუ ჩაატარებ, შეიძლება რაღაცინ დახვიდე რაღაცით, რაღაც ახალი გააკეთო. თუ ერთი და იგივე კლასიკები და ექსპერიმენტები არ ატარებ, მე მგონი არც არაფერი არ დამოვა საერთოდ. ამიტომ სასურველიცაა. აი ექსპერიმენტებით არებისას თქვენ რა პროგრამებით დაიწყეთ და რომელ პროგრამამდე მიხვედით, რას იყენებთ? Photoshop-ში. რომელიც რა უსასრულო შესაძლებლობების პროგრამა არის. იმდენად დიდი რომ თვითონ Photoshop-ის დამწერებაც კი არ იციან. მთლიანი შესაძლებლობები Photoshop-ის, იმიტომ რომ მთელი ჯგუფი მუშაობდა დაახლოებით ვარცხდები რაღაც 600 კაცამდე იყო ჩართული Photoshop-ის პირველი ვერსიის განვითარებაში. Photoshop-ის პირველად გამოვიდა Apple-ისათვის და არა Windows-ისათვის. ხოლო შემდეგ იმდენად პოპულარული გახდა Photoshop-ის პროგრამა, რომ უკვე მოახდინეს ადაპტაცია Windows-ისათვის. Photoshop-ი ძალიან ხალხის სამყარო არის, ასე ვთქვათ, სადაც ბევრი რაღაცის პოვნა შეიძლება, ამდიდრება შეიძლება მის ეგრეთ წოდებული პლაგინებით. ქართულად ალბათ დანამატები უფრო მიესადაგება სიტყვა ქართული სიტყვა არ ვიცი.
მე მგონი არც ერთმა ადამიანმა ვიცით შეხება აქვს კომპიუტერთან ქართული შესატყვისები არ იცის და ქართულ ენას არ მგონია წინდეს მაინც და მაინც. არ ემთხვევა ხოლმე ქართული ენა რაღაც კომპიუტერულ ტერმინებს და რაღაც სასაცილო გამოდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. აი თვითონ შეხება ჩვენ ხელოვნების შესახებ საუბრობდით და იგივე თუნდაც ციფრული ფერწერა ეს ელექტროგამოსახულებები იქნება რენდერის მეშვეობით კომპიუტერით და ავიენები ამბობენ რომ ეს რა ხელოვნება. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ რომ თქვენ ბრძანეთ კიდეც რომ თუ კი გაქვს ფანტაზია და აზრთა გაქანება უკვე რა მნიშვნელობა აქვს რით იმუშაობ. მაგრამ აი თვითონ რა შეცვალა რისკენ წაიყვანა უფრო ხელოვნება რა კალაპოტისში გადაიყვანა ახალში. ახალში შეცვალა რა ვიცი რა შეიძლება შეცვალოს უბრალოდ არის ახალი რაღაც მიმდინარეობა ახალი გამხატველობის ენა რომელთაც რაღაცა შეიძლება რაღაც დამატებითი გააკეთო ის რაც ბავშვი ჩვეულებრივ ფერწერაში აღაკეთებ იმას შეიძლება რაღაც თვითონ ხელოვნებაში ის გააკეთო იგივე თუნდაც ფოტომანიპულაციაზე როცა საუბრობდით მე მგონი ფოტომანიპულაცია სწორედ ის დარგი არის რომელიც მხოლოდ კომპიუტერზე შეიძლება გააკეთო ალბათ, ხო? ის ვერ ნახავ იმაში. ჩვეულებრივი რაღაც სურეალისტური ფოტო შეიძლება შექმნა, ისეთ რომ ძალიან საინტერესო იყოს მაყურებლისათვის თავშეთ. ის ნახავს. და ფოტომანიპულაცია ძალიან მაგონებს რაღაცის თუ არ ვთები ლეონარდო და ვინჩის აქვს აღწერილი როგორ უნდა დაიხატოს არარსებული მხეცი და იქ არის ჩამოთვლილი სხვადასხვა ცხოველების ნაწილები, რომ აი ამ ყველაფრისგან უნდა შედგებოდეს ამის ყურები უნდა ქონდეს, იმის ცხვირი, იმის თვალები და გამოვა არარსებული მხეცი. დაახლოებით იგივე პრინციპზე არის აგებული ფოტომანიპულაციაც. ფაქტობრივად ქმნი არარსებულ სამყაროს, რომელიც შენ ფანტაზიაში არსებობს და უბრალოდ იყენებ სხვადასხვა ნაწილებს, სხვადასხვა ფოტოებიდან და მთლიანობაში აღწევ იმას რის გამხატვა ჩვენ გსურს და რის გაკეთება ჩვენ გინდა. რა შეიძლება თვითონ მეუხედავად იმისა რომ ამბობენ რომ ეს ისევ ვიტყვი გავიმეორებ რომ ავიენები ამბობენ რომ ეს არ არის ხელოვნება ამ ყველაფრის მეუხედავად ვები ავარცი არსებობს ყოველწლიური პრემია ინტერნეტში მიღწევებისათვის. კი რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა პრემიები არის ვებ ავარჩი ეს ვებ დიზაინზე იქნება ალბათ რაღაც დაჯილდოებები ეს ცალკე სფერო არის კიდე ვებ დიზაინიც ფოტოშოპი ძალიან განვითარებულია საქართველოში ვებ დიზაინი კარგი სტუდიები არსებობს ბევრი რომელიც ძალიან კარგ ვებ დიზაინებს აკეთებს და აი ეს სფერო კონკრეტულად ეს სფერო ძალიან განვითარებულია საქართველოში აი ამ სხვა ციფრულ ხელოვნებასთან შედარებით ეს ვებ დიზაინი უფრო რატომღაც პოპულარულია და შეიძლება თქვა მომგებიანიც. ნუ ალბათ ეს ორი რა მოწყობს ერთმანეთს ხელს. ხო, უფრო მე მას მგონია რომ ახალ მომგებიანია, ამიტომ უფრო განვითარებული შესაბამისად. ცხადია გადასახადები მართლაც. ინტერესი არსებობს უფრო მეტი იმისადმი რაშიც იხდიან. ჩვენ თავად რომ ვისაუბროთ მაინც და მაინც გვერდზე რომ არ დაგვრჩეს ციფრული ხელოვნების სხვა სფეროები თვითონ ციფრული ხელოვნების პიონერებად ითვლებიან დავიდ ემი ლორენს გარტელი მანფრედ მოჰრი ასევე ციფრული პოეზიის პიონერებად ითვლებიან ჯანი ტოტი და კატერინა დავინიო და დანარჩენ სხვა განშტოებებს აღარ გადავწყვეტებით თქვენ თავადაც ნახეთ და ალბათ ისედაც მოგიხსენებოდეთ ძალიან ბევრია და ძალიან საინტერესოა ყოველ შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა ფოტოშოპს ბევრი რამ არც ვიცოდი თუ არსებობდა ესეთი რაღაც მიმდინარეობები კიდე ციფრული. აი ციფრული პოეზია მაგალითად მე ცოტა გაყურებული დავჭი რა შეიძლება იყოს ვერ წარმომიდგენია უბრალოდ რა ტიპის პოეზიას და გვაქვს საქმე მაგრამ რაღაც როგორც ვისაუბროთ ალბათ შეიძლება რაღაც ინსტალაციის მაგვარი იყოს ხო? ხო ეს არის რაღაცა ინსტალაციასთან მიმსგავსებული თუმცა არანთლად ინსტალაცია და ეს არის რაღაც გარკვეული ხმების მეშვეობით შექმნილი რაც ყოველთვის ესე აღვიქვიმე და ასე მივხვდი რომელიც არ არსებობს. მე ახლა არ შევხვედრი მაგრამ სახეობას ეწოდებულ ციფრული არტისტ ძალიან საინტერესო იქნებოდა ესე ნახვა. ხო ის არ არსებობს კომპიუტერის გარეშე და თუნდაც ალბათ ამით არის ხელოვნებაში საინტერესო რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი სიტყვა რომელიც ახალმა შინაურმა ცხოველმა კომპიუტერმა მოგცა ამის საშუალება. კომპიუტერმა ძალიან ბევრი შეცვალა სამყაროში და როგორც ჩვენ ცალკე საუბარში აღნიშნეთ დარწმუნებული ვარ რომ საბჭოთა კავშირი ვარ დაშლილი იყო კომპიუტერი და ინტერნეტი დაშლიდა საბჭოთა კავშირს.
ხო, იმედია რომ ასე იქნებოდა. ალბათ. და რა შეიძლება თვითონ როცა თქვენ ქნებავთ თქვენს wallpaper-ებს კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ მგონია ქართულ ენას ეწყინოს, არ არსებობს ზუსტი შესატყვისები. დიახ, ამ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული წესების დაცვა არის საჭირო. წესების დაცვა არის საჭირო, არავითარ ნებისმიერ რაღაცის გაკეთება შეიძლება. უბრალოდ მე ვცდილობ გავაკეთო, რაც არ არის თვალისათვის დამღლელი და გამაღიზიანებელი. უფრო რაღაც პასტელის ფერებში ან გრანჯის ტიპის მიმდინარეობაში უფრო ვიდრე რაღაცა ისეთი რაც ეს იყო კომფორტული გარემო კომპიუტერთან მუშაობის რო არ დაეკარგოს თვითონ მომხმარებელს. ამიტომ შეიძლება უფრო ისეთი გამჯდარი და ისეთი ფერები, რაც თვალს არ აღიზიანებს. თქვენ არ წყალობთ რაღაც კალეიდოსკოპის მაგვარი რომელიც ხო, ეს ფაქტოლატი რომელიც არის ძალიან არ უმწორს და რატოღაც მაღაზიანებს კიდევაც მისი ყურება. თუმცა რაც ბევრთვის შეიძლება საინტერესო იყოს ეს პირადული დამოკიდებულება არის ამასაც. რაღაც ფაქტალი ძალიან ყველა ფერებით კეთდება და დაახლოებით ისეთი არის როგორც აი ბავშვობაში ვიღაცის კალეიდოსკოპი თქვენია, ესეთი შუშები რო იყო დამტრეული, რომ პროგრესში რო იყურებოდეთ და დაახლოებით ის არის ფრაქტალ არტი. ალა ჯერებით ჩვენ DeviantArt-ის შესახებ საუბრობდით, რომლის ადმინისტრატორიც თქვენ ერთ-ერთი განყოფილების გალერეი მოდერატორი სკინერების და თემების. 2 წლის მანძილზე თუმცა ეს იშვიათობა, რადგან 1 წლით ირჩევენ ისინი მოდერატორს. ხო, არა, 2 წელი თქვა შევჩი. ესე გამოვიდა, რომ 2 წელიწადი მომიწია ყოფნა, თუმცა 1 წელიწადია ხოლმე ვადა საერთოდ გალერეი მოდერატორებისათვის. აი რო შევეხოთ ინტერნეტ სივრცეს, რომელიც არის მართლა ძალიან ფართო და ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარმოსაჩენად. ჩვენ რამდენად ავითვისეთ უკვე ეს ყველაფერი. ხო, ეს ალკე სასაუბროთებაა ნამდვილად, იმიტომ რომ აი მაგალითად იგივე ის საიტი, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ, ხო, ძალიან ფართო შესაძლებლობებს აძლევს, ანუ თუნდაც უბრალოდ ჩვეულებრივი არ არის აუცილებელი ციფრული იყოს. ვინც არის დაკავებული ფოტოგრაფიით, ხატრობით, ნებისმიერი მიმართულების ფერწერით არ აქვს მნიშვნელობა, ხო? შეიძლება განათავსოს, გამოიყენოს როგორც თვით რეკლამად ეს საიტი. ხდება იქიდან ნამუშევრების გაყიდვაც, კონტაქტების დამყარება სხვადასხვა კოლეგებთან დაუშვათ უცხოეთში. ძალიან დიდი ის აქვს სპექტრი აქვს შესაძლებლობების და რატომღაც მე ვერ შევამჩნიე რომ ამას ქართველები ვიყენებთ. არა მხოლოდ ამ საიტს არის ძალიან ბევრი საიტი, რომელიც გამოყენება ძალიან წარმატებულად შეიძლება. კი, როგორ ძალიან ბევრი არის ამ ტიპის საიტები, უბრალოდ ეს იმიტომ მოვიტანეთ ხო ჩვენ მაგალითად რომ ყველაზე დიდი არის ფაქტიურად, ხო? მე-4 ადგილზეა სოფლიოში სიდიდით. სილიკონის დაბლობში აქვს თავისი ოფისი, Google-ის გვერდით და აქ ძალიან უზარმაზარი ბაზა მომხმარებლების. და ზეითად შედენთან ისეთ ქვეყნებიდან გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები ძალიან საინტერესოა ყოველთვის ურთიერთობის მხრიდანაც შეიძლება რაღაც პრაქტიკის გაცვლა ერთმანეთში რაღაც ფორუმებიც არის ფოტოშოპის ამ საიტი შეიძლება ნებისმიერ თემაზე საუბარი ნებისმიერ ადამიანთან ძალიან საინტერესო თემებზე ხელოვნებაზე რაზეც გნებავთ აბსოლუტურად და აი ძალიან აკურებული ვარ რომ მართლა არ ხდება ამ დიდი შესაძლებლობების გამოყენება. აი ჩვენ მანგა შევეხეთ, რომელიც საფრანგეთში არის საოცრად პოპულარული. თქვენ ამბობდით, რომ ევროპაშიც საერთოდ არ მხოლოდ საფრანგეთში. და არის კიდევ მიმდინარეობა, აი ამ ბოლო დროს შევხვდი უკვე თვითონ ამ საიტზე ადამიანების კოსტუმირებული გადაცმა მანგას პერსონაჟებში და მათი გამოსახვა რეალურ ცხოვრებაში. ძალიან პოპულარული არის, ჩვენ საკმაოდ გამაღიზიანებელი არის მიმდინარეობა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან თვალში საცემი არის ხოლმე თუნდაც იმ საიტზე რომ შედიხარ ესენი ხდება მაგრამ ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. ძირითადად მაინც თინეიჯერები არიან დაკავებულები ამით. თქვენ უფრო მინიმალისტურია თქვენი არტი არის მაინც თქვენიც. თქვენ კი არ დავარქვი ხა ამას არც, მაგრამ არის მინიმალიზმი კი. რა თქმა უნდა უფრო გრანჯი და ჩვეულებრივი მინიმალიზმი. აი, სხვაები თქვენ ერთ-ერთობთ ეს ადამიანებთან არა მხოლოდ ქართველებთან, არამედ უცხოელებთან. აი, უფრო როგორი ტენდენციები, ანუ რა მიმდინარეობებია პოპულარული? პოპულარული ისე და ისე არის მინიმალიზმი, რატომაც აი იმ სფეროში ზუსტად რაც მე ვაკეთებ. იმიტომ რომ ნუ ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ არ იყოს გამაღიზიანებელი და კომპიუტერის ინტერფეისია ლაპარაკი და არა სხვა რაღაცა ხელოვნების რაღაცა იმ დაგზე, რომელსაც მაგალითად ჩარჩოში ჩამოკიდებ და სახში ოთახში კედელზე
ჩამოკიდებ და მე ვუყურებ და დატკბები. ხო, ეს მაგისთვის არ კეთდება. ეს კეთდება სხვა დანიშნულებით. იმისათვის, რომ დილით რო კომპიუტერში ჩართავ, რაღაც უფრო ხალისიანად დაიწყო თუნდაც დილა და ეს რაღაცა Windows-ის ცისფერი ეკრანი არ მოგესალმოს. ან რაღაცა მსგავსი რაღაცა რო არ იყოს, ხო? Apple-ს თავისი აქვს დაუშვათ რაღაც Galaxy გამოჩენებული აქვს ეს wallpaper-ი, Galaxy-ს ატრიელებენ ამ Galaxy-ს wallpaper სხვადასხვა ფერებში, სხვადასხვა ვარიაციებში, Android-ს თანასწორს გულისხმობ. Linux თავისი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის კარგი როცა რაღაცა შესვლა შეგვიძლია და სიახლე შემოიტანო. Linux თქვენიც აქვს ერთი. Linux აქვს თქვენი ნამუშევარიც ერთი, ხო? ის აქ open source-ი არის ესეთი ოპერატიული სისტემა გერმანული. არის open source სისტემა, ანუ ღია კოდის სისტემა, არის უფასო სისტემა. ეგ უბრალოდ დამიკავშირდა თხოვეს ორი ბექგრაუნდის გაკეთება, ორი გარემოსათვის Linux-ები იყოფა. ძალიან ბევრი გარემო არსებობს Linux-ისთვის, მაგრამ ძირითადში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული GNOME და KDE. KDE ეს ქართულად ვიძახით, თორე ესე KDE არის რა თქმა უნდა, მაგრამ იმისაც შესაბამისად აქვს GNOME-ს მწვანე ფერები და ამ KDE-ს ეგრეთ წოდებულს ლურჯი. ამიტომ თქოს ორი ფერში გაკეთება, wallpaper-ის და სიამოვნებით გაუკეთე. კეთილი, ჩვენი გადაცემა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე გურგენიძე. ჩვენ საუბრობდით კომპიუტერული ხელოვნების შესახებ და კერძოდ ამ შემთხვევაში კომპიუტერული გრაფიკის შესახებ. ალექსანდრე გურგენიძე და მის თანანი ავამაზებენ ჩვენ კომპიუტერებს, ჩვენს ახალშინაურ ცხოველებს იმისათვის, რომ ჩვენ მათთან ერთად არ მოგწყინდეს. მიჩვევით გამოწვეული მოწყინა კი ეს საერთოდ ფსიქოლოგების ცალკე თემაა და ყველას კარგად მოეხსენება თუ რა არის. ჩვენ ხვალ ისევ და ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამჯერად უკვე სულ სხვა თემაზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუმცა ეს საიდუმლოდ დავტოვოთ, როგორც მამუკა ხანთაძეს უყვარს ხოლმე. მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.